მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ დღეს ესე ვთქვათ, საინტერესოც იქნება სწორედ ბატონი კახის საუბრის მოსმენა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი და ფრიად მნიშვნელოვანი და უცნაური რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც ის, რომ მოსამართლე 20,000-ის გირავნობით გამოუშვა ის ონიანი, მე ნამდვილად არ ვიცოდი ეს ონიანი ესეთი ის თუ იყო, რა ვიცი, რა და ხوارაზმელები უწოდა და იკიკვიძის პარკში ვნახე, რაღაც საშინლად მოიქცა ის ადამიანი. ყველაზე ისეთი ჰუმანური და მე თუ ვიტყვი ნორმალური გაპროტესტება ქართული საზოგადოებისას სწორედ იკიკვიძის პარკში მოხდა და ცუდად დაამთავრეს იქ მოპიტეტებს და ვიცი, ნუ მომერთმა ყველას თავისი გზა მისცეს, მაგრამ რაღაცა უცნაურობა მოხდა. მე აი მართა მაინტერესებს შემოკახი იგივე შენი აზრის მოსმენა ამ ზაზა ხატიაშვილთან დაკავშირებით. მე რომ ზაზას აი ყველაფერი მოვისმინე და თურმე სხვადასხვა არხებს ამოუჭრია და ამის ვისაუბროთ ესე ვთქვათ ტრადიციული და უკვე გასვეთილი თემაცაა, რომ პროფესიონალიზმი აკლია ჩვენ ზალოვანთა რიგ და რიგ განყოფილებებს და არაპროფესიონალიზმის ნიშანკვალი ჩანს ყველგან და ყველაფერში და შენი აზრი და შენი ხედვა მინდა რომ დაუფიქსიროთ ჩვენს მაყურებლებს. ძალიან ბევრი რამ გასარკვევი არის და ამ თემებზე ვისაუბროთ. ასევე ბარეხა მინდა დაგეანონსოთ ბატონებო, რომ ვახტანგ შეულიშვილი გვაყოლება აი ამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით და თუ უყურეთ და ძალიან უცნაური ორკესტრირება იყო იქ, ასე ვთქვათ, ყირიმელი თათრებისა და აი მისი რა ქვია მოედანშიკების სიმბიოზი იყო. ნუ ბევრი რაღაცეები გვექნება გასარკვევი უკრაინასთან დაკავშირებით ვახტანგ შეულიშვილთან. კახა, დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და მოდი ვისაუბროთ ამას. მოგესალმებით ბატონ დავით, მე ვისალმები კავკასიის ტელემაყურებელს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ბატონი გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს, თქვენიც ჩემი პოზიცია, რომ სამართლების აღდგენა არის ჩემი აზრით ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეასრულოს, ბუნებრივია სოციალურ სამართლიანობასაც გულისხმობს სამართლების აღდგენაში. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა, ვინც აღმოჩნდა ხელისუფლებაში, ყველას არ გულისხმობ, მინდა აქვე დავადასტურო, ძალიან შეიფერა ის კაბინეტები და იმ კაბინეტების ყოფილი მეპატრონეების მოსახლეობას. იქამდეც კი მივიდნენ, რომ რელიგიურ ღირსშესანიშნაობებზე საშვები კი გამოიწერეს. ახლა იმედია, რომ 64 საშვებზე აღარ იქნება საუბარი. რაც ყველაზე მეტად ვერ გაითავისეს, ეს არის ის, რომ ყველა ნებისმიერი თანამდებობა არის დროებითი და ამ თანამდებობაზე ადამიანმა მიეჩვევა კაბინეტს, იმიტომ რომ მიჩვევამ შეიძლება მიჩვევა მიცის მერე სიგიჟეში გადასვლა, რაც სამწუხაროდ ზოგიერთს დაემართა. ამიტომ თანამდებობა არის ადამიანის ცხოვრებაში ადამიანობის დემონსტრირების ტრამპლინი. აი შენ როგორი ადამიანი ხარ, გამოჩნდება მაშინ, როდესაც რაღაც გაკეთება შეგიძლია. თორე სახშიროზე ხარ, ყველა ის ღირსება აჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ასეთ იმედებით არის თქვენს მიმართ. ეს არის ზუსტადაც დემონსტრირების საშუალება აღზრდის ადამიანების სიყვარულის და საერთოდ კაცობრიობის სიყვარულის. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი ონიანს. პოლიტპატიმარი რომ ყავდა საქართველოს. ჩემი აზრით უფრო მეტიც ყავდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე თქვეს რომ 200-ია, მეორე ეტაპი აღარ ჩატარდა და სამწუხაროდ მე ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც კონკრეტული ოჯახები გაამწარეს სხვადასხვა
მიზნები ჰქონდათ, მაგრამ გაამწარეს ან იარაღი ჩაუდეს, ან ნარკოტიკული ნივთიერება, ან რაღაც ყალბი ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე ფინანსურ ექსპერტიზებს გულის გადაიხადა მთელი ის ქონება, რაც ებიამისიდან დაწყებული ყველა აგროვებდა და მთელი საგვარეულო ნივთები გაყიდეს და გადაიხადეს და დარჩნენ გარეთ. ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეპიზოდურად სამართლის აღდგენაზე, აი აქ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე არ მომწონს ერთი ტაქტიკა, რომ სანამ გიორგი ონიანამდე მიხვიდოდი, ძალიან ბევრი ადამიანია დღეს, რომელიც მოკალათებულია მთავრობაში და დალოვან სტრუქტურებში, რომელიც არანაკლებ აგრესიული და შეიძლება მეტადაც აგრესიული იყო საკუთარ მოქმედებებში. ყველას გვიმუშავია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამსახური შეიძლება სამსახურეობრივად მოგიწიოს ისეთ რაღაც გაკეთება, რომელიც სასიამოვნო ვიღაცისთვის არ იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ დაკარგოს ზღვარი. ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო არ არიან ადამიანები, მე ვხედავთ იმისა, რომ 7 წელი მუშაობდი 2002 წლამდე პროკურატურაში, თითოეული დაკავება იყო ჩემთვის ტრაგედია. ღამეები არ მეძინა, ვიცოდი რომ დამნაშავე ადამიანი, მაგრამ დაკავება ყოველთვის არის რთული. ნორმალური ადამიანისთვის ყოველთვის არის რთული. მაგრამ ამის მიუხედავად ახლა, როდესაც ადამიანი მკვლელობაშია ბრალდებული, ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლის აღდგენაზე, ონიანზე და მეგის კარდავაზე კი არ უნდა გადაწყდეს მთელი სამართლის აღდგენის ჯოხი. მე არ ვიცი კონკრეტულად სასამართლო განხილვა გვიჩვენებს, რამდენად მყარად არგუმენტირებული აქვს პროკურატურას ის ბრალი, რომელიც წაუყენა გიორგი ონიანს, მაგრამ რაც მე ამოვიკითხე პრესაში, გიორგი ონიანმა ადამიანისთვის ჩაედოთ იარაღი, ხო, მე მგონი იარაღი იყო, თუ ნარკოტიკული ნივთიერება და მოეხდინათ მტკიცებულების ფალსიფიკაცია და ამის საფუძველზე შემდგომში ამ ადამიანს კონკრეტულად წაუყენეს ბრალი. ახლა და საუბრობენ რომ აი ჩვენ რომლებიც ადრე დაქვემდებარებულები იყვნენ გიორგი ონიანთან სამსახურეობრივად, რომლებიც ადასტურებენ რომ მან დაგვიძახა და აგვავალა ჩვენ გავაკეთეთ. ახლა რო დაგიძახა და დაგავალა, შენ ხომ იცოდი რომ ეს იყო დანაშაული. სანამ გიორგი ონიანამდე მიხვალ გამოძიებას გულისხმობ. ის ადამიანი ნამდვილად რა ვინმეს პირნათელი გონია, რომელმაც დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულა? მან ხომ იცოდა განზრახვა წინასწარი, რომ უდანაშაულო ადამიანი უნდა ჩააკეტინოს ასეთ ტენდენციას, რომ შემსრულებლების არმია იქნება, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც ამათ მერეც ვინც იქნება და ასე შემდეგ. ჩვენ რა გვინდა? დეკალში გეკითხებით, რა კახა იურისტი ხარ და ხა ძალიან ბევრი დილეტანტი არის შემსავი და აი თუ კი დაუშვათ მე მოგიყევი შენ პროკურორს, რომ ჩემი შეფი უკანონო ბრძანებებს მაძლევდა და მე შევასრულე. მე რო შენ მოგიყევი აი ამითი აი პასუხისგებლობა აი შეუძლია პროკურატურას რომ ეს ჩამომაწეროს ეს ცოდვა? ჩამოგაწეროს ცოდვა არ ხდება, ჯერ ის მომიყევით, შეიძლება მან როგორც იკვეთება გამოძიების შედეგად მივიდნენ კონკრეტულ პირებამდე, იმიტომ რომ არსებობდა კონკრეტული საჩივარი, საჩივის განხილვის ამნისტია. არა, მან კი, მაგრამ ეს ადამიანები როგორც მინიმუმ არ უნდა მუშაობდნენ სისტემაში. იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება პროკურატურამ გაანთავისუფლა ან შეუწყოს შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, ან გარიდებით დაასრულა, ან საპროცესო შეთანხმებით დაასრულოს. აუცილებელი არ არის რომ ყველა დაიჭიროს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ხომ უნდა იყოს ადამიანის მიმართ. რომ არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, ბატონ დავით, რომ 3000 ოჯახზე მეტია, ვისაც სხვადასხვა დროს ჩაუდეს იარაღი ან ნარკოტიკული ნივთიერება. ახლა ერთი გიორგი ონიანი რატომ გაახსენდათ მაინც და მაინც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თუ მტკიცებულებები არსებობს, არც გიორგი ონიანის პასუხისმგებლობის საკითხის დავიწყება არ შეიძლებოდა, მაგრამ
ფიქრობთ რომ გიორგიონიანის აზრი იყო ვიღაცის გაფუჭება? პოლიციის უფროსმა არაფერი არ იცოდა თუ ახლა ის იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი მოადგილე, რომელმაც შეასრულა დავალება და დაკვეთა. და დაავალა ცეპოჩკა ხო მიიღებ დაკვეთას, შემდგომში ეს დაკვეთა შენ მოადგილეს ასრულებს შენ მოადგილე მე ეძახის ოპერ მუშაკებს და ესე ხდება რაღაც შეთითხოვნა საქმის. აქედან მე მაინტერესებს უბრალოდ კონკრეტულად აქ რატო წყდება ჩაჭო, გეთახმები, ლოგიკურია, აი მართლა ლოგიკურია ესა და ისა ჩემო კახა, მაპატერა, მაყურებელი ყავს, მოდი შემოვიყვანოთ. მისი აზრიც მოვისმინოთ და აი ამაზე გავაგზავნოთ. სხვა ზაზა ხატიაშვილიც იგივე ბრძანებს, რასაც თქვენ ბრძანებთ და გუში მე ჩემდაუნებურად მივხვდი რომ რაღაცა წვეტა არის. დიახ, ეთერში ხართ. გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო. გამარჯობათ, გისმენთ, აბა რაღაცის სახით. მოგესალმებით. ბატონო დავით, ერთი მინდა ასეთი თხოვნა მაქვს. დაუსვით კაცო. თქვენი კავკასიის მაყურებელი ვარ. დიახ. თელი საღამო გისმენთ თქვენ და გუშინ თელი საღამო გირეკავდით ვერაფერს ვერ დაიკავშირეთ. რა ხდებოდა? აი, როგორ შეიძლება თუთფერეთის მოწვევა საერთოდ სტუდიაში? სტუდიაში როგორ შეიძლება თუთფერეთის მოწვევა? კარგით რა. მარტო ესა გაგჩე. როგორ გასა ჩემ შეკითხვას პასუხი? გაბძენეთ უკეთ. როგორ რაღაც გაწყდა ისა. მაგრამ გონიანს რომ დაავალა ვიღაცამ რა უნდა შეესრულებინა? კი ბატონო, იქვევით რო ვლაპარაკობთ რომ ისის დასაჭერები არიან, კი ბატონო, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მან ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი ბატონო და დიდი მადლობა რომ შემოხვედით. არ ვიცი ახლა იცით აი მართლა გეუბნებით მე მართლა ისა რა ძალიან დავიძაბე ქალბატონ თუთფერიძესთან, მაგრამ უნდა დაუთმოდე სტუმართან აი ესე ვთქვათ მშვიდად ეჯდომა, მაგრამ თამერწმუნეთ რა აი უნდა მივეჩიოთ რა განსხვავებული აზრის მოსმენას, რაც არ უნდა უცნაურები იყვნენ, რაც არ უნდა ეგზალტირებულები თუ იმპულსურები თუ რაღაცა, ყველას უნდა უსმენდეთ. თამერწმუნეთ დიდი ცოდვა არ ჩამიდენია რომ ეს ქალბატონი მოვიწვე, მით უმეტეს ეს ქალბატონიც იგივეს ამბობდა ფაქტიურად რომ პროცესუალური ნორმები დარღვეული იყო. აქ პროცესუალური ნორმები დარღვეული იყო თუ არა, მე საქმეს ვერ ვეხები, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი, მე უბრალოდ ეს რამ მაგურობს. შუალედი გოლი აირჩიეს. ხო, რა ისიც რამოდენიმე ადამიანი მეგის გარდავა. იქ ეხლა ონიანი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რომ აი თურმე ამათი გაკეთებული ყოფილა რაც ყოფილა. მე ამჯერა. აი ბატონ დავით, მე არ მჯერა, რომ ონიანის დონეზე წყდებოდა საკითხები. მე არ მჯერა, რომ ფინანსური პოლიციის რომელიმე ჭ-კლასის სამმართველოს უფროსის დონეზე წყდებოდა ბიზნესენების დატერორობა და ღამის საათებში ფულის გამოძალვა. მე არ მჯერა, რომ კონკრეტულად 27,000-ზე მეტი უკანონო მიყურადების და მოსმენის ფაილი კონკრეტულად ერთი რაღაც ავანტყოფური ფანტაზიის ოპერის საქმიანობის შედეგი. შექმნილი სისტემები, კონკრეტულად სისტემა იყო შექმნილი საჯელახშულების დაწესებულებაში, სადაც ადამიანებისთვის უნდა შეიქმნა ჯოჯოხეთური პირობები, რომ იქ რომ მოხვდები, სახლი კარი კი არა, ყველაფერს გაყიდი და ვალებში ჩახვა, ოღონდ იქიდან გამოხვიდე. უნდა გეშინო, შენთვის შიშის ფაქტორი უნდა ყოფილიყო იქ მოხვედრა. მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფინანსური აკვართ, ვერც ერთი საჩივარი შენს მიმართ ვერ იქნება მიღწეული ლოგიკურ შედეგი არ დადგება. და ეს ყველაფერი ახლა დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, აი უკრაინაში დღეს ხომ ხედავთ გაწმონდა. მაბადე რა, უკრაინაზე არ გვინდა. მესმის რა ეს გაწმონდა. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მე მინდა პარალელი გავავლო ის რადგანაც ნაცმოძრაობა დღეს ჩვენ გვეუბნება და ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ. ეგ უკრაინელმა ხალხმა მოახდინა რევოლუცია, ხო? და ჩვენ ყველამ ვაღიარეთ პირებული და მოძალად.
აქედან გამომდინდა ვითომ და დემოკრატიული პროცესები იწყება, ხო? ყოველ შემთხვევაში ამას პირდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აქციებს ხარს უჭერდნენ. ახლა მეორე საკითხია. ამას მიესალმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. კი. და იძახის რომ სწორია, როდესაც იუშენკოს იანუკოვიჩს უпростоრად მაპატიეთ ერთ დღეში უკრაინის რადამ კონსტიტუციის დარღვევით შეუწყვიტა უფლებამოსილება. ძალიან კარგია. ამას მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობაც. სწორია, როდესაც აღიძრა დაუყოვნებლივ მის მიმართ საქმე და გამოცხადდა ძებნა. სწორია, ამას მიესალმება ნაცმოძრაობაც, იძახიან ეს არის დემოკრატიის გამარჯვება. სწორია, როდესაც 24 გუბერნატორიდან 15-მა გუბერნატორის მამები, რომლებიც აქ გიკითხავენ დემოკრატიაზე ლექციებს, რომ ეს არის სწორი, ეს არის დემოკრატიული პროცესი, არ გჭირდება ჩვენ კორუმპირებული გუბერნატორები. უკრაინას არ ჭირდება კორუმპირებული გუბერნატორები. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 18 წევრისგან. უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ წინ 18 წევრისგან 5 წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტა, როგორც კორუმპირებულ მოსამართლეებს და 13-ის ნაწილს პრეზიდენტი ნიშნავს, ნაწილს პარლამენტი ნიშნავს, ნაწილს უმაღლეს სასამართლო ნიშნავს და მიმართა კონკრეტულად დამნიშნავს სუბიექტებს, რომ 13-ის მიმართ იმიჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. იმიტომ რომ ქვეყანას არ ჭირდება კორუმპირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. აქაც მიიღეს გადაწყვეტილება. საზღვარი არ გადააკვეთინეს. ერთ დღეში თანამდებობიდან გაანთავისუფლეს გენერალური პროკურორი, ყველა მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა მოადგილე და მოახდინეს ბერკუტის ლიკვიდაცია, ხო? ეს ყველაფერი გასაგებია და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი. ჩვენც ვიძახით, რომ თუ უკრაინელი ხალხი მიიჩნევს, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და მათ იმიტომ რომ ჩვენ ხო არ გვაქვს მართავდა ეს ადამიანი რომ ამოუყვანა ამდენ ხალხს ხელში და გამოვიდა ეს ხალხი ქუჩაში, ესე იგი ნამდვილად ასეთი შედეგი უნდა ყოფილიყო. ახლა იქ ყველანი მივესალმებით, რომ ერთ დღეში ეს ცვლილებები კარგია და რა მოხდა ჩვენთან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ 1 ოქტომბერს ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომ აღარ გვინდა ის მოძალადე მთავრობა, რომელიც ყავდა 9 წლის განმავლობაში. და რა იწყება? მსჯელობა. მიშას ვადა როდის გაზდის? დეკემბერში, იანვარში თუ მომავალი წლის ოქტომბერში. იცით რა შეეხებით, იმიტომ რომ მაინც მოსამართლეა. საკონსტიტუციო სასამართლოზე ხომ საერთოდ საუბარიც აღარ არის. იცით რა, ფინანსური პოლიციის ის სამმართველოს უფროსები, რომლებიც ღამის 4 საათზე გძალავდნენ და ქონებას გართმევდნენ და ცხოვრებას გიმწარებდნენ, ისინი მსხვერპლნი იყვნენ და უნდა აიტანოთ მათი დღესაც მუშაობა. იცით რა, ის პროკურორები, რომლებიც თვალ დაუხამხამებლად თქვენ გიშვებდნენ 15 წლიან პატიმრობაში, იმიტომ რომ ასეთი დაკვეთა იყო, დღესაც უნდა აიტანოთ პროკურორებად, იმიტომ რომ რა ეკნათ საწყლებს, ხელფასი და პრემია ხო უნდა მიეღოთ. ახლა მე მაინტერესებს სხვანაირად დასავლეთი ვერ გაგვიგებს. ახლა თქვენ გახსოვთ, როდესაც თქვენ საუბრობდით მიშა სააკაშვილის იმპიჩმენტზე, რას ლაპარაკობთ, ამაზე არ უნდა ვიფიქროთო, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილი დაჭერაზე ხომ საერთოდ, დაჭერა კი არა, დაკითხვა თითქოს ეს იყო რაღაცა ისეთი სუპერ ხელშეუხებელი ადამიანი, სუპერ მნიშვნელოვანი პროცესუალური მოქმედება მოწმის დაკითხვა ახლა. და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ერთ დღეში საქმე აღძრეს და პასუხისმგებაში მიცეს, იმიტომ სხვანაირად ძებნას ვერ გამოაცხადებთ, თუ მანამდე ბრალდებული სახით პასუხისმგებაში არაა პირი მიცემული. ესე გამოდის, რომ პროცესის პასუხისმგებაში და შემდგომში გამოცხადდა მასზე ძებნა და აქ ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიშა სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ მისი რეიტინგი საქართველოზე მაღლა დგას და ამიტომაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ამიტომაც ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავობთ, როდის და სად არის თვითმმართველობაში ის ზღვარი, სადაც კონკრეტულ ნიშნით იყო დანიშნული, ფაქტობრივად დღეს მისი გადაყენება და გადარჩევა რამდენად კანონიერია. აი ეს ყველაფერი და საბოლოოდ რას ვიღებთ, რომ რამოდენიმე ადამიანზე გვესმის ბრიფინგები პროკურატურის, უკვე მეხუთე ბრიფინგს მართავს საქართველოს პროკურატურა, რომ აგერ მეგის ქარდავას ჩვენ ბრალი დაუმძიმეთ და ეს საწყალი კიდე გაქცეულია და ან დაიჭერენ, ან არ დაიჭერენ და ან კიდე უნდა
პირობითად თქვი და ეხლა ონიანი. დანარჩენზე ვინ აგებს პასუხს იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც გაამწარეს, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სუიციდით დაამთავრეს ცხოვრება, იმიტომ რომ დარჩნენ არაფრის გარეშე. კი, კახა, გეთახმები. მოდი, ისა, მაპატე რა რეკლამაზე უნდა გავიდე, მაყურებელი შემოვიყვანდა, რეკლამის შედეგო პასუხი გავცეთ და აი მინდა ყველას გხოთ რომ მოკლე შეკითხვები და ასე და ყველა იდეა ხალბატონო გის. ჩემი ღრმარწმენით ის გახდება ამ პროკურატურაში და ზოგადად ქვეყანაში. ეს არ არის არაპროფესიონალიზმის ბრალი, არა. ეს არის შეგნებული ქმედება, რომ ადამიანები დააპირისპირონ ერთმანეთს, ანუ იგივე სცენარი გადმოიტანონ, რაც უკრაინაში ხდება. არ არის უკრაინის სცენარი აქ. მე ვფიქრობ, არა უკრაინის სცენარი. კახი, დიდი მადლობა, რეკლამაა, დაგველოდეთ და რეკლამის შემდგომ გაგცემთ ალბათ პასუხს. დაგველოდეთ. Naturaluri რძე, ნაები და 100%-იანი სრესილი კაკაო. აი ეს არის ლუიბონე. მოისმინეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. $1,250 მილიონი ინვესტიცია საქართველოში. ყოველწლიურად 18 მილიონი ლარი ნესტის ბიუჯეტში. უსაფრთხო და მწვანე ენერგია, ნაკლები ზიანი გარემოს. 4000 დასაქმებული 6 წლის განმავლობაში. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა სვანეთში. დამატებით 470 მილიონ კილო საქართველოს ბიუჯეტში ათეულობით მილიონი სვანეთის განვითარების ფონდში. 100%-იანი ქართული ენერგია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ხუდონი მომავლის ენერგია. შეიძინეთ კომერციული ფართები სავაჭრო ცენტრ ნავთლუღში. ქეთევან წამებულის 77. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. შეხვედრები თეთრ სახლსა და ატლანტიკურ საბჭოში. რაზე ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები და რა მოლოდინი არსებობს საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე. მთავარი გზავნილი ამერიკიდან. პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია კობახიძე, და 30 წუთზე. 2006 წლიდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით ძებნილი პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდება. რას ედავებოდა ყოფილი ხელისუფლება კვიციანს და რას უკავშირდება მისი საქართველოში დაბრუნება. ემზარ კვიციანის წარსულსა და მის სამომავლო გეგმებზე გადაცემა ბარიერში ნორა კვიციანი და დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი საჭირო, სასარგებლო, საინტერესო. დროული, მნიშვნელოვანი. ზოგჯერ უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებელი. უთრებული, ხანდახან ჩვეულებრივი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოსაწყენი. საინტერესო სტუმრები. და საინტერესო მასპინძლები. იგრძენით თავი როგორც საკუთარ სახლს. საკუთარ ტელევიზორში. რადგან ეს დრო მთლიანად თქვენია. 13 იანვრიდან ყოველ სამუშაო დაპირეთერში. სამყარო, სადაც ქალად დაბადება სასიკვდილო განაჩენია. რომელსაც მშობლები საკუთარი შვილების წინააღმდეგ ჩადიან. ძნელია იყო ქალი დაუნდებელ მამაკაცურ სამყაროში, სადაც დაწყევლილ არსებად გთვლიან. თუმცა ინდოეთის ღრმა დრამა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. ბრძოლა რეგრესულ ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის, რომელმაც მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანს მიაჯაჭვა. მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული ინდური
20 იანვრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 18 საათზე, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. და მე მართა მომეწონა ეს შედარებითი ანალიზი, მართა უცნაურობა არის და აი ამაზე სხვა შემოკახა გუშინ ვისაუბრე იმასთან კობან არჩემაშვილთან და მასაც დაუსვე შეკითხვა და შენც მინდა დაგისვა ეგ შეკითხვა და ეს რევოლუციური განწყობა რაც არის რევოლუციის დროს და ახლა რა ვიცი აი ნურავინ იმას მიზამს შედარებითი ანალიზისთვის აი როდესაც ინგლისელმა ჯარისკაცებმა ტყვიები მთელი ამერიკა აღშფოთდა აი იქედან დაიწყო რევოლუცია საერთოდ რევოლუციის მამოძრავებელი ინსტინქტები არის რისხვა იგივე იყო საფრანგეთშიც ყველგან იგივე იყო თებერვლის რევოლუცია რუსეთში პეტერბურგში რატომ მოხდა 4 ამაზე მინდოდა ესა მე იმისაგან ყობასგან პასუხი მომესმინა და ამ შეკითხვას შენს დაგისვა იგივე აი დაუკვირდი კახა იმისი რა ქვია ვითო ვარდების რევოლუცია იყო აი ვირეშმაკობაც იყო და მამაძაღლობაც მაგრამ მათ რადგან ესე თქვა რისხვა დაიჭირეს ხალხისა გამოიყენეს რეალიზება გაუკეთეს იგივე საკეთებენ უკრაინაშიც აი ახლა უკანონობა რასაც აკეთებენ კონსტიტუციიდან ამოვარდნილები არიან ყველა საერთაშორისო ექსპერტი მაგას აბობენ ჩვენ რატო არ გავაკეთეთ 1 ოქტომბრის და არა, იმიტომ რომ გადარჩენა მიმდინარეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. აი მეც არ მომწონს. ამას არც არავინ არ მალავდა, გახსოვთ თქვენ. მაშინელი ქართული ოცნების განცხადებები, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც ძირითადი ოპონენტი. ახლა გინდა მამატერა დიდი ბოდიში რა, მე მახსოვს ბიზნეევანიშვილი დასავლეთით სუდად გავიგებს. ჩვენ ანგარიშს უწევდით დასავლეთ. და იქ როგორ იგებს უკრაინაში? ხო, და იქ დასავლეთი ბოდიში და ფეხები ყურებელი შემომაყვანეჯერ და მინდა რომ ეს დაესა გითხრა რომ ხათაშორ 2003 წელს არც აქ მოხდა ნაკლები უკანონობა, როდესაც ის არჩევნები განიხილა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მაშინ როდესაც თეზზე შავად ეწერა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა იყო მოძებნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც წინასწარ განზრახვით შეიტანეს არჩევნი შეგნებულად არასწორი მიმართულებით და უზენაესმა სასამართლომ თქვა რომ აი ერთ კონვერტში მოთავსებული 3 ბიულეტენიდან ერთი ყალბია 2 ეს აი კონსტიტუციიდან აიტანა დასავლეთიდან 23 ნოემბერსაც გავიდა საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან იგივე მოხდა და მე ეს მიკვირს მეთქი და ნება საკონსტიტუციო სივრციდან რა დაშავდებოდა გავიგებდნენ რომელი კონსტიტუცია ბატონ დავით ეს ამასაც ხო გააჩნია რა კონსტიტუცია იყო ნაცმოძრაობის სახელობის დებულება იმიტომ რომ ხო და აი რატო არის ერთგულები მე სულ ვეკითხებოდი ქართული ოცნების წარმომადგენლებს მე გავცეთ პასუხი რა აი მე ეს შეკითხვა დაგისვი ეთერში თქვა გისმენ მაყურებლები შემოვიყვანოთ ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ხო, გვესმის. ბატონო კახი, თუ შეიძლება თქვენთან მინდა შეხვედრა და სად გნახოთ თუ ასე. ბატონო ლეონიძე 11-ია, ნებისმიერ დროს მობრძანდით დაგხვდებით. არ აქვს პრობლემა. შეკითხვა არ გაქვთ აი ამ მოვლენებზე. ბატონო კახისთან მინდა, ბატონო. შეკითხეთ. ალო. ხო, გვესმის, შეკითხეთ. ბატონ კახისთან მინდა შეხვედრა და თუ სად შეიძლება ბატონო ოფისი არ გამაჩნია სამწუხაროდ, ამიტომ ერთადერთი თუ დარეკავთ და სადმე ტელეფონის ნომერი მაშინ თუ კი ბატონო, ჩემი ტელეფონის ნომერი არის 599-1020 უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, როდესაც ზარს არ პასუხობ. 599-1020 იქნებ ზარს პასუხობ 20. ზარ ზოგჯერ ვერ პასუხობ, იმიტომ რომ შეხვედრებზე ზარი გათიშული მაქვს, ახლაც გათიშული მაქვს, SMS თუ მომწერ და მე ხოდრეს კერძო შეკითხვებზე და ის აბსოლუტურად კერძო რაღაც შეეხება აი ხა აი შეკითხვა ხო აი ეს შეკითხვა ახლა მე საუბრობ რაზე იცით ბატონ დავით აი ჩვენ როგორ აი კონსტიტუციის ჩარჩოს არ უნდა გაცდეთ ეხლა მე საუბრობ კი ბატონო კლასიკურ კონსტიტუციის ჩარჩოს არავინ არ უნდა გაცდეს როდესაც ნორმალური ვითარებაა მაგრამ როდესაც ფორს მაჟორ
მაგალითად ნაცმოძრაობას არჩევნებამდე 3 თვით ადრე. არა, ნაცმოძრაობა 3 თვით ადრე არჩევნებამდე 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რომ ჩაიწერა კონსტიტუციაში რომ ნაცმოძრაობა არის ყველაზე პროგრესული გითხრა, ვაიმე, ახლა კონსტიტუციის ნორმა ვერ უნდა დავარღვიოთ. კონსტიტუციაში წერია 35 წელი ახლა დაველოდოთ, სანამ ეს კონსტიტუციური ნორმა ამოწურავს საკუთარ მოქმედებას და შემდგომში მე ვისაუბროთ არჩევნებზე. ახლა კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც აგებული უნდა იყოს პრინციპებზე და შეთანხმებაზე მოსახლეობას შორის. თანხმდებით რომ აი ესე გვინდა ცხოვრება. ამიტომაც წერია იმ კონსტიტუციაში რომ ნებისმიერ ცვლილებას რომელსაც შეიტან აუცილებლად ხალხთან ერთად უნდა განიხილო, არა ფიქტიურად როგორც იხილავდნენ, არამედ ფაქტობრივად უნდა განიხილო თითოეული ნორმა და თუ მიიღებს თანხმობას შემდგომში შეიტანო. თორე ეგრე აგერ ქართული ოცნებაც დაწერს ახლა კონსტიტუციაში რომ ყველაზე პროგრესულები არიან და 100 წელი მათაც სჭირდებათ და შემდგომში თქვათ რა ვქნათ ახლა კონსტიტუციას ხო ვერ დავარღვევთ. ამიტომ არის ფორს მაჟორი ქვეყანაში ხდება ბიძგები, რევოლუციური ბიძგები და როდესაც უკვე გაუმოვალი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ახლა მე მიკვირს როგორ ფიქრობდნენ, როდის გაზდის ვადა, ერთი დღე აქეთ, იქნებ მიშა არჩევნები დანიშნო, ახლა დანიშნო, კაი, ოქტომბერში იქნებ დანიშნო, 31-ში არა, 27-ში იქნებ გადმოიტანო. აი რა ვქნათ თქვენ ახლა ამოსვლა. ახლა მე რა მაინტერესებს იცით ბატონ დავით, მე არ მინდა ისეთ სასამართლოში მისვლა, სადაც მე დამხვდება მოსამართლე, რომელიც 9 წლის განმავლობაში თვალის დახამხამებლად ადამიანებს ციხეში უშვებდა, იმიტომ რომ ასეთი დაკვეთა ქონდა და დღეს მე ამ მოსამართლეზე მეუბნებიან, ჩვენ კი არაფერს არ ვთხოვთ მას, ჩვენი ზეწოლის ქვეშ არ არის, მაგრამ ეს ხო მოსამართლე ამან განიხილოს. არა ბატონო, ისინი რომ ყოველდღიურად უკვეთავდნენ და ეს რომ ასრულებდა. ეხლა ეს რა თქმა უნდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში პროცესი იქნება თქვენთვის, თქვენ ვიცი რომ შეაწუხებთ და ისიც ვიცი რომ ეს ადამიანი არ გაუძლებს იმ თქვენ შეწუხებას და აუცილებლად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც თქვენ გაწყობთ, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში თუ 100-დან 100-ს ასრულებდა, ეხლა თქვენც რამენაირად 100-დან 5 შეგიწრულებთ, როცა პრინციპული მიდგომა გექნებათ, იმიტომ ეს თქვენ მიდგომა გაქვთ სხვანაირი, იმათ თუ გქონდათ კონტროლის მიდგომა ყველაფერზე და გეუბნებოდნენ რომ დიახაც ახლა ცოტა სხვანაირი მიდგომაა. გვისმენ, მაგრამ არ გვეუბნები, რომ გვისმენ და გვეუბნები არ გისმენ. ხა ძალიან კარგია ეს, რომ დააფიქსირე და მე ამაყები ხა რევოლუციონერი ხარ. აი სწორი მიდგომა გაქვს. რევოლუციონერი კი არა, ადამიანი ვარ, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ბატონო. მე მინდა რომ იმ მოსამართლეს თვალებში რომ შევხედო, მისი რწმენა მქონდეს, რომ ის დამოუკიდებელია ნამდვილად და ცხოვრება არ დაშვება. მადლობა, ხა აი ამ განცხადებისთვის, აი დამრწმუნეთ ხალხა. მე სულ მიკვირდა კაცო, რატო აი ხალხის რისხვა იყო და გაიხსენეთ 1 ოქტომბერს ორგანიზებულად მივედით, რომ ამ გზით მაინც მოვიშოვოთ. ახლა რა შეიფერე, ახლა მოხედავ რა დავტოვეთ აგერ. ახლა ბოლოს ჩვენ გვეუბნებიან. აი თქვენ თუ მერს დაასახელებთ, ეს მერი საკრებულოს სიაში ვერ იქნება. იმიტომ რომ თქვენ ხალხს მოატყილებთ თუ აგერ ერთი სახის გამოყენებით, როგორ გინდა თუ საკრებულოშიც მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მერობაზე. დალოცველებო ერთი სახის გამოყენებით მოხვედით ხელისუფლებაში. ერთი ადამიანი ყავდათ სახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიმართაც დიდი ნდობა იყო საქართველოს მოსახლეობის და ამ ერთმა სახემ მოგიყვანათ თავიდან ბოლომდე ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლების შედეგად აქვს ახლა ლეგიტიმური უფლება დღეს სახეების გამოყენებაზე საუბრის მით უმეტეს იმ ადამიანებთან და იმ ვითარებაში, სადაც თქვენ დავადიცით, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია გაკოტრებულია როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. ახლა დღეს რომ გვეუბნებით ჩვენ რომ აგერ 60 გამგებლის თანამდებობა და წადი არჩეულიყავი თუ ხალხი მხარს დაგიჭერს და წადი აგერ 12 თვითმმართველ ქალაქში კენჭი იყარე. ეს დაახლოებით რას გავს იცით რომ მე ვინმე შემიყვანოს ახლა Rolls-Royce-ის მაღაზიაში და მითხრას აი ყველა Rolls-Royce იყიდება, რომელსაც გინდა, რომელსაც ხელს დაადებ, ადექი და იყიდე. ამასობაში ფული მარტო შენ თუ გაქვს, მე როგორ ვიყიდი, კაცო? აი დაახლოებით იგივე ახლა როგორ უნდა მივიღო 60 არჩევნებში მონაწილეობა პარტიამ, მე არ ვიცით რომ არც ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იმ პარტიებზე ვსაუბრობ, რომელიც არის პოლიტიკურ არბიტრაჟზე. გადების შემდეგ ავაკეთოთ, მაყურებელი ყავს ერთ შემოვიდეს და მოვისმინოთ მისი შეკითხვა. დიახ, ეთერში ხართ. გისმენთ?
მე ესეთი შეკითხვა მქონდა თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო დავით ეხლა უკრაინაში ხელისუფლება ბატონო კახი უკრაინაში ხელისუფლება რომ მოვიდა ეხლა აი თქვათ ამ რევოლუციის შედეგად ფაქტიურად იყო ეს რაც იყო ვნახეთ ეგერ კი ისე სხვათაშორის მე ერთი წელი გავა ერთი წელი და ნახევარი აი თქვენ აგებძანდებით ორთავე შესანიშნავი ადამიანები ერთ წელიწად ნახევარში ვნახავთ რა უბედურება დატრიალდება უკრაინაში ამ ხელისუფლების მიმართ ვინც ეხლა მოვიდა ეთახმებით ბატონო ჩემო ჩვენ გავიარეთ ესა მისაწყალობით ეხლა იმათი ჯერია და გაიარეთ სახიფათო მდგომარეობა იმიტომ რომ მან მოხდა კონკრეტულად სხვადასხვა პლატფორმაზე და იდეოლოგიაზე მდგარი პარტიების გაერთიანება იანუკოვიჩის წინააღმდეგ ეხლა ყველას აქვს პრეტენზია პირველობის თქვენ უკვე ხედავთ როგორი განცხადებები გეთდება ვინ მიიღებს პრეზიდენტის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობას ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ვეღარ ინაწილებენ ძირითადად ბლოკს ამიტომ ხელისუფლება რომელიც მანამდე იყო სხვათაშორის იმ ხელისუფლებასაც ეძებოდნენ რომ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩაფლულები და მე მაშინაც მახსოვს ახლა თუ იანუკოვიჩზე საუბრობენ რომ ის არის პრორუსული ძალა ტიმოშენკოს მიმართაც ისმოდა მაშინ დასავლეთის მიმართ კითხვები როდესაც ძალიან ნამეტად ხშირად დადიოდა კრემლში მაშინ პუტინთან შესაძლებლად ამიტომ უკრაინელმა ხალხმა თავის არჩევანი გააკეთა და იმ არჩევანზე თავად არიან პასუხისმგებლები ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანას როგორ ვაშენებთ ჩვენ რა გვჭირდება ახლა ჩვენ რომ მოხელეები რომლებიც ნებისმიერ ბატონად არ მიიღებენ და უბრალოდ შეხედავენ მას როგორც დროებით თანამდებობაზე მყოფ უმაღლეს თანამდებობის პირს რომელიც ძალიან მალე შეიძლება წავიდეს ამ თანამდებობიდან თუ იკადრებს და უკანონო ბრძანებას გასცემს აი ესეთი ქვეყანა გვჭირდება ჩვენ თქვენ როგორ ფიქრობთ იგივე საფრანგეთში იგივე ისრაელში იგივე ბელგიაში პრეზიდენტებს რა მარტო პირველი ვადით უნდათ ყოფნა ამ პრემიერ-მინისტრებს რა თქმა უნდა ყველა სურვილი აქვს რომ რაც შეიძლება მეტად გაიხანგრძლივოს დრო მაგრამ სარკოზის რა არ უნდა მეორე ვადით პრეზიდენტობა და მის ცოლს მოწყიდა ის ელისეის სასახლე მაგრამ რა იყო იცით მიუხედავად იმისა რომ ის იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი აბსოლუტურად კარგად იცნობდა სისტემას მან ვერ იკადრა და პრეზიდენტობის პერიოდში ვერ დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ადექი და ეხლა რამენაერად ბიზნესმენები ცდილდება მისი პრეზიდენტობა დამთავრდება იმ ზარის განხორციელების თანავე და არა მეორე ვადაზე იქნება საუბარი. ჩვენთან ჯერ კიდევ მიღებულია, ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე, ამავდროულად ყველგან ნიშნავთ ODR-ებს, ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე და ამავდროულად სუსით ცდილობს რომ ისევ გააკონტროლოს პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები, ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე და ამავდროულად ჩვენ გვეუბნებიან რომ არა პოლიტიკური პარტია როგორ უნდა მიეცეს ახალ პოლიტიკურ პარტიას განვითარების საფუძველი და საშუალება თუ შენ თვითონ ხელისუფალმა არ შექმნენ ისეთი რეგულაციები რომელიც თანასწორად აღიარებ იმ პარტიას რომელიც ახლად შექმნილია რომელსაც არ შეუწყობ ხელს განვითარების რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი რომელი ერთი შევიდოდა კოალიციაში და რომელი ერთი გაიმარჯვებდა იდეოლოგია შეიცვალეს ან უფრო მჭრელმეტყველი გახდნენ. იმიტომ რომ ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც შეუქმნა მათ სათანადო პირობა ხელისუფლების კონკურენციის გასაწევად და აგერ შენ შეუწყე რომ შენ ყავდეს სუფთა ოპონენტი და არა ესეთი ოპონენტი რომელიც შენ დაიტოვე ოპონენტად, შენ თქვი რომ ჩემი ერთადერთი ოპონენტი არის ერთიანეთი მოძრაობა, ახლა შენ თავადვე მეუბნები რომ მე ამათ კითხვებს ახალი პოლიტიკური ძალა დაიბადოს, რომელიც შენ სუფთა ოპონირებას გაგიწევს, რატომ არ აძლევ ადამიანებს საშუალებას, რომ ჩამოაყალიბონ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და გაგიწიონ სუფთა ოპონირება. და იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება არჩევნების გამო. მანამ სანამ ხელისუფლებას აქვს ბატონო დავით განცდა რომ არჩევნების მოგება ხმებზე კი არაა დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რესურსზე, მედიაზე ხელისუფლებას ეკნება განცდა რომ ნამდვილად თუ მოვიდა ხელისუფლებაში ამომრჩევლის საფუძველზე მოვიდა და ამომრჩეულთან არის ვალდებული დამიჯერეთ რომ სულ სხვანაირი ხელისუფლება იქნება ჩვენთან. აი მაფრთხობს იცი კახა აი მეც ხარ მომწონს ახლა ეს
ერთ-ერთ პარლამენტარს უსმენდი, თუ არა ვსწრები ხიდაშელი იყო, რომ ამარავ პარტიული კონტროლი უნდა იყოს. რატო უნდა იყოს? რატო უნდა იყოს პარტიული კონტროლი? გამაგებით. არა, ჩვენ როდესაც ბატონმა ბიძინამ წარმოგვიდგინა ბატონი ნარმანია ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატად განაცხადა, რომ ბატონი დავით ნარმანია არ არის პოლიტიკოსი, თუმცა ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, იმიტომ რომ ის ამავდროულად იყო არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, იმიტომ რომ მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია, არ იქნება პოლიტიკოსი მერი, იქნება მეურვე მერი. ახლა თუ მეურვე მერი გინდოდათ, მაშინ პოლიტიკაში მერის თანამდებობაზე. რა მოხდა? რატომ კლავ კონკურენციას? ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ კი არაფერი არ შეგვიშე მე უსმენდი ერთ-ერთ დეპუტატს მართველი ძალიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ არაფერსაც არ ვთვლით, რაც არ იყო, რა უნდა შევცვალოთ. როგორ არ იყო? თბილისის არჩევნებისთვის, თბილისის მერი, სადაც ირჩევა პირდაპირ წესით, საინიციატივო ჯგუფს უბრალოდ 12 ქალაქში არ იყო, მაგრამ თბილისში იყო და გადაიტანეთ ეს კარგი მაგალითი სხვაგან და აი 12 ქალაქის გამო ყველაფერს კი მომოსყო. რატომ აი თქვენთვის ხომ პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ გაიზარდოს ჩვენი და გაძლიერდეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, რის საფუძველზეც დემოკრატია გაძლიერდება. ნუ თუ თქვენ არ მოგწყინდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სუსის დეპარტამენტის მოგწყინდა, რომ უბრალოდ სამსახურში მიღება არაპოლიტიკური კავშირებით და ვიღაც გავლენის ნათესავის დარიგვის საფუძველზე მოხდება, არამედ ცოდნა განათლების და კვალიფიკაციის საშუალებით. სერიოზული ეჭვი მაქვს, ახლა რომ აი ორ პარტიას უნდა რომ გაინაწილოს ეს ისენი და ამიტომ არა გადანაწილებულიც აქვს ბატონ დავით, როდესაც დღეს მე მესაუბრები რომ აქ აი დაახლოებით სქემა არის ასეთი. მე ვიცი რომ ამ 60 ქალაქში მარტო მე მოვიგებ, იმიტომ რომ რესურსი მოგების მაგ მე. ამავდროულად ჩემი ოპონენტი, რომელიც ყველაზე ახლო ოპონენტი მყავს და რომელიც მე გავაძლიერე, არის დისკრიტირებული დალა, რომელიც ვერსად ვერ მომიგებს, მაგრამ ამავდროულად მეორე ადგილზე გავა. ახლა დღეს რო იძახი შენ რომ მე ამას არ ვაკეთებ, როგორ არ აკეთებ, როდესაც შენ უწყობ ხელს რომ ყველგან მეორე ძალად დაგიფიქსირდეს ქართული ნაციონალ მოძრაობა და ყველგან პირველ ძალად შენ დაგიფიქსირდეს, იმიტომ რომ მაჩვენეთ დღეს პარტია ან ბლოკი ან გაერთიანება, რომელმაც შეიძლება თეორიულად 60 არჩევნებში თანაბარი მონაწილეობა კითხვა მინდა დღეს გელას სალვაშვილმა დაამირეკა რაღაც კოალიციას ხმითო 5 პარტიაო და ჩვენაო დღეს პროკურატურაში თუ არა აი მე ზუსტად არ მახსოვს სადღაც შეუტანია სარჩელი რომ ბარბელაშვილის ეს ვერდიქტიო რომ 15 ივნისს გააისაო შედგეს არჩევნები ანტიკონსტიტუციური არის თუ ივნისამდე უნდა ჩაეტარებინა. აი ხარ საქმის კურსში ეს წესია? არ ვარ საქმის კურსში, სიმართლე გითხრათ მე. აი ის თურმე თვითმმართველობის შესახებ კანონის იგნორირებით დაასახელა. მაგრამ ამავდროულად თუ არსებობდა საფუძვლები მარგველაშვილის ბრძანების გასაჩივრების, რომელიც პროკურატურაში შევიტანეთ. თამათო შეიტანა ზუსტად არიცე თუ გელას სალვაშვილი გვისმენს ეგება SMS-ი გამოაგზავნოს საჩეიტანა მე უბრალოდ ეს დეტალები არ ვიცი იმიტომ რომ არ გახდით საქართველოში არა მე ის თქმა მინდა არა დღეს არა გუშინ შევიტანეთო სარჩელი არ მახსოვს რა თქვა მაგრამ 30 ივნისიო ან ეს ბოდიში 30 მაისს ან 2 ივნისს უნდა ვადა გაზდის და აქედან გამომდინარე უნდა 4 წლიან ვადაში დაინიშნოს არჩევნები. ძალიან სადაო საკითხი სამართლებრივად ადამიანებს ვეთანხმები სამართლებრივად სადაო, იმიტომ რომ ყველა რეგულაცია რაც დაევს იგივე საარჩევნო კოდექსში და თუნდაც ნებისმიერი რეგულაცია რომელიც არეგულირებს არჩევნების დანიშნვის პროცესიდან დაწყებულს დასრულების შედეგამდე მიყვანას ყველაფერი იმდენად კარგად არ აქვს გაზრებული ყველა ხელისუფალს რომ საკუთარ თავზე კოდექსში რომ მინისტრი შეუთავსებელია მერის კანდიდატის თანამდებობასთან. მაგრამ ამავდროულად თქვენს რომ ეს იქნება მერი ამავდროულად არ დანიშნეს არჩევნები, ეს ვადაც არ მოსულა, სადაც წერია რომ აი ამ დროით ადრე უნდა გადადგე თანამდებობიდან. გეუბნები რა მოხდა? ეგ რეგულაციებს იყენებს ყველა მთავრობა. მე არ ვიცი ახლა ეს სხვა შორის ვინც ახლა მერობის კანდიდატი დასახელდება პარლამენტიდან, აგერ მე კახაზგან გავიგე რომ მან უნდა გაცხადება დაძლევს და დეპუტატობიდან გადადგეს.
ძალიან არის მუხლი სპეციალურად საარჩევნო კოდექსში არის მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია რომელი თანამდებობის პირი არის შეუთავსებელი მერობის კანდიდატის სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტი წერია. რომ კი გეუბნებიან შენ სიტყვიერად რომ აი ეს იქნება საარჩევნო სუბიექტი, მაგალითად თბილისის მერის არჩევნებში, მაგრამ უბრალოდ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მაგრამ სამართლებრივად ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი არ შესუძლია. ამიტომ შენ რომ დღეს დაუწყო დავა რომ იცი რა, შენ დღეს უნდა გადადგე, იმიტომ რომ ეს დატოვებული ამას იყენებდა ნაცმოძრაობას, ამას იყენებდა ნაწილობრივ შევარდნაძის მთავრობაც, ასე რომ ეს ხვრელი როგორც ჩანს, ეს ხვრელები, იურიდიული ხვრელები აწყობს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ მე არ მესმის იცით, აი ეს ყველა მხო ძალიან კარგად ვიცით რომ წლები გარბის. ეს 4 წელიც გაივლის ისე რომ აი აგერ უკვე ყველაფერი დროებითია ეს თანამდებობა. ვიყავი თანამდებობის პირიც და პირველი დღეს, როდესაც შევედი იმ კაბინეტში, ვიცოდი რომ ეს კაბინეტი ძალიან მალე დასაწყლელი გამიხდება. ასე რომ არ უნდა შეეგუო იმ კედლებს და არ უნდა გეგონოს რომ ეს არის რაღაც ცხოვრების კეთილმოწყობის მიზნით რაღაც ანდერძი რომ ეს არის შენი და აქედან არ უნდა გახვიდეს სანამ არ მოკვდები. ამიტომ ყველაფერი ერთადერთი შენ თუ დღეს ფიქრობ რომ შენ 4 წლიანი ვადაში შეგიძლია რაღაც ისეთი სიკეთე ჩადო და გააკეთო რომელიც შენ შვილებს და შენ თაობას გამოადგება, რატომ არ უნდა გააკეთო? მე არ მესმის იმ დეპუტატების რომლებიც დღეს საუბრობენ რომ იცით რა, ჩვენ სხვა პოზიციაზე ვართ. არ ვეთანხმებით ჩვენს ლიდერშიპის პოზიციებს, მაგრამ რახან კოალიციაში ვარ, ამიტომ უნდა დაუჭირო მხარი იმ არასწორ პოზიციას. ვიცი, გასა ჩუმა ყველა ესე არ ფორმისტები. ახლა მაყურებელი შემომაყვანია. გისმენთ დიახ ეთერში ხარ. გისმენთ საყედურობს ყველა რო ზარებს რატო არ ვსწავლოთ სარგებლო შეთქმულება. ბატონო კახისთან მაგ შეკითხოთ შეიძლება. შეკითხეთ გისმენთ. გესმისთო? ბატონო მესმის, კი მესმის, გისმენთ. ალო. მესმის. 26 მაისს თბილისში არ ყოფილა არც ერთი ვიტრინა არ ჩამდროულა. არც ერთი საბურავი არ დამწვარა. არაფერი რაც მოხდა უკრაინაში მსგავსი ჩვენთან არ ყოფილა. და მაინც დაარბიეს და სასამართლოზე ბატონი ვანოს მოწმეებმა მის მხარდაჭერება განაცხადეს რომ ვანოს ჩვენთვის ესეთი ბრძანება არ მოუწიაო. მაინტერესებს ბატონი კახას აზრი, თუ ვანომ ესეთი ბრძანება არ მისცა და კაცი თვითონ თავის გასაგებია თქვენ შეკითხვა. ბატონის ძალიან კაი შეკითხვაა. ახლა 4 წუთი გვაქვს და თუ ჩაერთო. ამ პროცესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ. მაგალითად მე ვფიქრობ რომ სტრატეგია სისხლის სამართლის აი ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი. ჯერ უნდა კონკრეტულად გამოევლინათ უშუალო შემსრულებლები, რომლებსაც მისცემდნენ პასუხისგებაში, მათი რომ ამ 26 მაისს შეასრულა უკანონო ბრძანება და ამ სამსახურებრივი მომსვლელების გადამეტებით მიაყენა ამ ადამიანის ფიზიკური დაზიანება და ასე შემდეგ. ან და სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, ახლა ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბროთ. როგორც კი ეს განაჩენი გექნებოდა ხელში, მე უკვე შეგეძლო დავა დაგეწყო დანაშაული ადგება და ეს კაცი იტყვის, კარგი, დაუშვოთ, მე ვთქვი, მაგრამ ვის უთხარი ერთი მითხარით? ერთი მითხარით ვის უთხარი კონკრეტულად, ვის უთხარი იმ სპეცნაზებს, რომელიც დაძდებს იმ საწყალ ადამიანს იმითი ჯოხით თუ იმის უფროს, რომლის პასუხისგებლობის საკითხი დადგა იქნება მითხრათ. არ მithქვამს მე დაუშვოთ, იტყვის რომ დანაშაული, მე ვთქვი რომ დაშა. იმიტომ ხდება არ არიან პასუხისგებაში მიცემული. პოლიცია გვაქვს. როგორ შეიძლება თქვენ მოგედავონ რომ თქვენ მაგალითად თქვენს ოპერატორს გაეცით დანაშაულებრივი ბრძანება რომ წავიდეს და კამერა თავში ჩაარტყას. თუ ამ პასუხისგებლობის საკითხი არ არის დამდგარი და სასამართლომ არ თქვა რომ კი აი ამ ოპერატორმა თავში ჩაარტყა კახას კამერა, ეს კი ჩაარტყა პეტრემ კამერა, მაგრამ ბრძანება იყო დათოსი.
კამერა ჩამარტყა თავში თქვენ ხო მეტყვით მე არ მithქვამს ეხლა წადიდა ოპერატორთან არ ყვია ისე რა მარტივად თქვი სწორი ხარ აი ამ ჩიხში ვარ ვერც პროკურატურა ვერ გავა ფონს ვერც ვერანი ვერ გავა სანამ ამ 26 მაისთან დაკავშირებით შეიძლება უბრალოდ ის მოსამართლე არის ძალიან სერიოზული მორალური წნეხის ქვეშ იმიტომ რომ ეხლა დღეს რომ გამოიტანოს გამამართველის განაჩენი ქუჩაში ვეღარ გაივლის ამიტომ ახლა ფიქრობს ალბათ გამოსავალს მაგრამ აქ მეორე თემაა ვანო მერაბიშვილს პირველი საქმე რომელიც წავიდა სასამართლოში განსახილველად გაუშვეს თანხების მითვისების საქმე რომელიც ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ რომ უკვე ამინისტრირებული იყო და ნებისმიერი სასჯელი რომელიც მას მიეჯება ამ მუხრით იქნება განახევრებული ამიტომ სასამართლო მას მიუსჯა სხვადასხვა საეპიზოდებში მას დაუდგინეს და ეს 10 წელი შემდგომში ამინისტიის შედეგად განახევრდა და 5 წლიან ვადამდე დავიდა. ახლა ნებისმიერი სხვა საქმე, რომელიც იქნება მის მიმართ შერაცხული და რომელიც შესაძლებელია დადგეს, რომელზეც შეიძლება შესაძლებელია დადგეს გამომტყუნებელი განაჩენი, მათ შორის 26 მაისის თქვა 5 წელი. ეს ან 6 წელი. ეს 6 წელი ან 5 წელი შთანთქავს 10 წლიანი სასჯელი შთანთქავს ამას, მაგრამ ის 10 წლიანი ხომ ამინისტრირებული საბოლოოდ მაინც 5 წელზე ჩამოვა. აქედან გამომდინარე და ეს მიშას დროს იყო უპირობითო შეკრების პრინციპი და დღეს არ არის უპირობითო. უმაღლესი შთანთქავს უმცირეს. ამიტომ პოლიცია გვაქვს ახლა პროკურატურიდან სასამართლოში იგივე ახლა თქვენ გახსოვთ ბაჩო ახლა ეს საქმეს ახლა თუ მთელ მის საქმიანობაში მხოლოდ ის იყო პრობლემა რომ ვაშლის გათვლის დროს რაღაც დანაშაული ჩაიდინა მე მეგონა რომ უფრო მეტზე ვსაუბრობდით წლების განმავლობაში და ჟურნალისტური გამოძიება ჩვენ გვიჩვენებდა ძალიან ბევრ სხვა ფაქტს რომლის საფუძველზეც უნდა დამდგარიყო გაზეთში ეწერა ოთანაზე საერთოდ ვიცი ნუ არა ახლა სერიოზულად პროკურატურამ უნდა თქვას ფაქტიკას რომ ეს არ ყოფილა ყველაზე დიდი პრობლემა რაშია იცით ჩვენთან ბატონ დავით რომ ახლა რომ მეჩქარება აი ერთ წუთში შევედით ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენ სამართლებრივ სივრცეში სისხლის სამართლებრივ სივრცეში გულისხმობ ის რომ გამოძიების ვადა არ არის დადგენილი 2003 წლამდე თუ არ მეშლება 2005 წელს ამოიღეს საპროცესო კოდექსიდან გამოძიების ვადის განსაზღვრის მუხლი ორ თვეში თუ შედეგს ვერ დადებდა საქმეში მას შეეძლო მოტივირებული დადგენილებით ეთხოვა პროკურორისთვის ვადის გაგრძელება თუ საპატიმროზე არასაპატიმროზე გეუბნები ჩვეულებრივ საქმის გამოძიებას და შემდგომში ასე და გარკვეულ ვადამდე თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმე იყო და ისეთი რომელიც მოცულობა არის დიდი იქ ცალკე მიდიოდა სანქციები რა ვითარებაში შეიძლება გახანგრძლივდეს ვადა მაგრამ საბოლოო ვადა იყო დაწესებული ეს საბოლოო ვადა რას გაძლევდა რომ შენ ადამიანი ვიღაცას რო უჩიოდი შენ ვალდებული იყო ბოლოს და ბოლოს გამოძიებას ეთქვა რომ ან იცი რა განვიხილე შენი საჩივარი და მივიღე შედეგად ის რომ აღმოვაჩინე რომ შენ საჩივარში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს ან შევაჩერე სისხლის სამართლის საქმე იმიტომ რომ ბრალდებულ პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე შევაჩერე ან დადგენამდე უბრალოდ ან ასე დღეს ვადა ამოღებული და წელავენ ამეთ 10 წელი შეუძლია გაძლოს აი მიიღო საჩივარი შენ მიდიხარ ეუბნები რომ აი რა კენი ჩემ საჩივარ ვიძიებ აბა რას იძიებ მეორეს პრობლემაა რომ სტრასბურგში წასვლის საშუალებას არ გაძლევენ იმიტომ რომ სტრასბურგი კიდე გთხოვს რომ იცი რა საბოლოო ინსტანციები მომიტანე შენ საბოლოო ინსტანციების გადაწყვეტილება და მე გასაჩვენე ჩემთან აი ჩიხი ყვა საბოლოოს კიდე არ გაძლევენ დიდი მადლობა აი ამ საუბრისას ხალხ აი ყოველდღიურად გეუბნებით მათ ამ შურს იმისი რა გია უცნაური უკრაინაში და იღებენ და ბეჭდავენ გადაწყვეტილებებს და მუშაობს ეს გადაწყვეტილებები ჩემი სუბიექტური აზრი მეგონა მე და აგერ კახაც იგივე სამოს ფორს მაჟორი იყო რაც იყო მთელი მიშას ეს ავიდა აბა უმრავლესობით გვეყარა და არც უნდა მიგვექცია ყურადღება მიდიოტორი კონსტიტუციური ნორმებისთვის და მოხდებოდა რა მე რა გვიამ რისკის საწყნარება ეხლა ყველა უკმაყოფილო არავის აღარ მოსწონს ეს საწყალი ნაციონალები გაუცხოებულები არიან
არც ქართული ოცნებაა ჩვენთვის, აი ორგანული, არც ნაცმოძრაობა და შიხშია ქვეყანა. მე ძალიან წდება გული რომ ამასავა რეალობა ხალხი ეს არის. პრობლემა არსად არ დაიკარგება. ეს თუ ეხლა ვინმეს გონია რომ წლები გავა და ეს პრობლემა თავისთავად გაქრება, არ გაქრება, მაგრამ კახა დრო არა მაქვს, ბადობა მინდა გითხრა რომ გვესურვეთ, დაგველოდეთ ხალხო, ვახტანგ შეულიშვილი მეყოლება მეორე ბლოკში უკრაინის ამბებზე, იგი ხშირად დადიოდა მოილოცა იქაურობა და განწყობებზე ვისაუბრო და მე სხვა ჩვენს აი სულ ფიქრობდი გუშინ უყურე ვიღაცა მამონტოვი არის ხშირად უყურებ ამ კაცს ამ იმაზე რუსულ არხზე აი ისეთი შოვინისტური ტალღა არის რუსეთში აგორებული და არანაკლებია უკრაინას სიცოცხლე ამოძრავებთ ამა და ერთ სხვა ჩვენს ქართველი ფილოსოფოსი და მოაზროვნე წერდა რომ ნაციონალიზმი მართლა შეურიგებელი ნაციონალიზმი ევროპასაო აი 9 ისა შეეყრება. აი საკვაკ და ამაზე გვექნება საუბარი და გველოდეთ. დიდი მადლობა.